დახმარებისა და დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ გაეროს სასურსათო სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ შეერთებული შტატებისგან გრანტის სახით $800 მილიონი მიიღეს. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ეს დაფინანსება მოხმარდება მის ოპერაციებს, რათა დაეხმაროს 38 მილიონზე მეტ ადამიანს 37 ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ან ხალხს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ებოლას ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში. შეერთებული შტატების სააგენტოს უმსხვილესი დონორია, თუმცა მისი შენატანი 2024 წლიდან განახევრდა და 2025 წელს $2 მილიარდი შეადგინა. სააგენტოს ოპერაციები მოიცავს საკვების მარაგის წინასწარ მომზადებას, დახმარების მიწოდებასა და სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებას. მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ შიმშილის წინაშე მყოფი ადამიანების რიცხვი წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს. გასულ წელს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ საგანგებო სასურსათო პროგრამების დაფინანსების შემცირება მთელს მსოფლიოში შიმშილით ზღვარზე მყოფი მილიონობით ადამიანისთვის სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იქნებოდა. 2025 წელს გაეროსთვის გამოყოფილი შეერთებული შტატების ჰუმანიტარული დაფინანსება 4-ზე გაიყო და $3 მილიარდ $400 მილიონ ნაკლები შეადგინა.